ნიშნავს კოტის სამავე რომ ჩვენ შეიძლება გაგვიუქმონ ერთ თვეში დაახლოებით უზო მიმოსვლა, უზო რეჟიმი ევროკავშირმა და ამ დროს სომხეთი უფრო თანამდებობს დგამს ევროკავშირისკენ. საერთოდ სომხები რომ ასეთ ნაბიჯებზე და ასეთ რადიკალურ ზომებზე გავადიან, ეს ძალიან საყურადღებო უნდა იყოს ჩვენთვის, თუნდაც იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სომხეთი იყო რუსეთის ორბიტაზე ძალიან ახლოს, ძალიან ასე ვთქვათ, მე ასე ვფიქრობ, რომ სომეხი ხალხის მოლოდინი რუსეთის მხრიდან იყო ძალიან სერიოზული და ძალიან მნიშვნელოვანი, მათ ეგონათ რომ მათი უსაფრთხოების, როგორც ეკონომიკური, ასევე ტერიტორიებთან მიმართებაშიც რუსეთზე იყო დამოკიდებულები და რუსეთი ასე ვთქვათ, შეუნარჩუნებდა მათ. აღმოჩნდა რომ ეს ყველაფერი იყო ფუჭი, ამდენი დრო კულა დახარჯა სომხეთმა, ამდენი ენერგია და ასე ვთქვათ, მე ვიტყოდი საკუთარი სუვერენიტეტისათვის ძალიან დამაზიანებელი ქმედებები. აღმოჩნდა ფუჭი. მოვიდა სომხეთის ხელისუფლებაში ადამიანი, რომელმაც გაიაზრა ეს ყველაფერი და გადაწყვიტა, რომ საჭიროა ორიენტაციის შეცვლა და გეზის აღება ევროპისაგან. სამწუხაროდ ჩვენ უფრო ადრე გავაკეთეთ ეს არჩევანი, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეს ამ არჩევანს ჩვენ თვითონ ვუღალატებთ რა და აი ეს რაღაც მოგონილი თემები რომ ვიღაცა ჩვენ გვებძვის და deep state-ის თუ ომის პარტიის სახელით გვებძვის, მე ეს არასერიოზულად ვიმაჩნია. თუ ჩვენ არ გადავდგამთ ევროპისკენ სწორ ნაბიჯებს, ხო ეს რა თქმა უნდა ეს მომენტი ადრე თუ გვიან დადგება. და არაპირებს კობიცით ქართული ოცნების არლეგიტიმური მთავრობა არაპირებს რომ შეასრულოს ევროკავშირის რეკომენდაციები. რა გამოსავალი არსებობს ამ სიტუაციაში? მე ვფიქრობ რომ სამოქალაქო საზოგადოება უნდა გაძლიერდეს და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა აიძულოს მთავრობა გადადგას ის ნაბიჯები, რაც მის ინტერესებშია. მე ახალგაზრდობასთან მაქვს ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ძალიან ახლო კავშირი სტუდენტობასთან, ვიცი მათი განწყობა და მე ვიცი რომ ეს ახალგაზრდები ასე ადვილად არ შეეგუებიან პერსპექტივების და ნათელი მომავლის პერსპექტივების დაყოფას არ შეეგუებიან.